ნატოს ყოველწლიური საზღვაო სწავლება ბალტობს 26 ბალტიის ზღვაში დასრულების ეტაპზეა. მრავალეროვნული სამხედრო მანევრები, რომლებშიც ალიანსის 15 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა 19 ივნისს ოფიციალურად დასრულდება. სწავლების ფარგლებში ბალტიის ზღვაში 20 სამხედრო ხომალდის მონაწილეობით ერთობლივი მანევრები გაიმართა. ხომალდებმა შეთანხმებული ფორმაციებით იმოძრავეს, რაც ნატოს საზღვაო ძალების კოორდინაციისა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების ალიანსის განცხადების სწავლების მთავარი მიზანი ევროპელი მოკავშირეებისა და შეერთებული შტატების მზადყოფნის ჩვენება იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და თავდაცვა ერთობლივად უზრუნველყონ. მანევრებში მონაწილეობდა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი, რომელმაც უპილოტო წყალქვეშა აპარატების გამოყენებით სპეციალური წვრთნები ჩაატარა. მსგავსი ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაღმების აღმოჩენის, წყალქვეშა დაზვერვისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით. წლევანდელ ბალტობს 26-ში მონაწილეობდნენ ბელგია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. ნატოში აცხადებენ, რომ მსგავსი მრავალეროვნული წვრთნები ალიანსის ძალების თავსებადობას აძლიერებს და რეგიონში უსაფრთხოებისა და შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.